მოგესალმებით. მიდის მხატვრული ფილმის გადაღება და ეხლა თავად რეჟისორი მოგვახსენებს რა ფილმია, როგორ არის. ბატონი გიორგი, თოთ მაყურებელს უთხრათ ორი სიტყვით რა ფილმია, როდის გამოვა. გავეცნოთ, გამარჯობათ. გიორგი გაჯარავა, გია გაჯარავა იგივე. ვიღებთ ფილმს წმინდა მამაბერ გაბრიელის ცხოვრებაზე, უბრალოდ იმ ეპიზოდს მის ცხოვრებიდან, როდესაც 26 წლის ბერმა გაბრიელმა იმ დროისათვის უდიდესი გმირობა ჩვენი პოზიციიდან ჩაიდინა, კომუნისტების პოზიციიდან საშინელი ტერორისტული აქტი ჩაიდინა და სახალხოდ 1 მაისის პარადზე 1965 წელს დაწვა ლენინის უზარმაზარი 12 მეტრიანი ბანერი. აი მე რა მოყვა მის ცხოვრებაში, როგორ აწამეს ამის მე ციხეში, საგიზეთში და ასე შემდეგ და აი არა ჯოჯოფეთის ერთმა ყველა 9 გოლი, როგორც ტამდე არიგერია 9 წრეგაია. მოგლე საშინელება ყველაფერი როგორ გადაიტანა, აი ამაზე ჩვენი ფილმი. და როდის გამოვა ფილმი, როდის გეგმავთ რომ გამოვიდეს ფილმი? პირი გამიშრა ნერვულობა. ფილმის გამოსვლა დაგეგმილია, რა თქმა უნდა, 2025 წელს. ბოლოვადა, ასე ვთქვათ, ჩვენი კინოცენტრის დაფინანსებული პროექტი. და კიდე გამოვიდა. დიდი მადლობა კინოცენტრს, დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, ყველას ვინც გვეხმარება და დაგეგმილია 2 ნოემბრისთვის, მომავალი წლის 2 ნოემბრისთვის, ანუ ბერი გაბრიელის ხსენების დღეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი. აი საუკეთესო რამე ხდება და მეთანხმებით ალბათ რომ მამა გაბრიელი არის ის ადამიანი, იშვიათი ადამიანი საქართველოს ისტორიაში და აი ამ ადამიანზე რო ხდება ფილმის გადაღება. და სადაც მონაწილეობს და თამაშობს საინტერესო როლს. აი მაგას ყველაფერს ნახავთ, ყველაფერს აბა დროებით კარგად იყავით. კარგად. კაი